მოგესალმებით, მე ვარ lesson.com-ის ადმინისტრატორი და მე თქვენ ამ ვიდეოში გავსწავლით ისეთ პლეიერს გაკეთებას, როგორც ჩვენ საიტზეა. აი ესეთის. აი ზუსტად აქ როა აი ისეთის. პირველ რიგში შევიდეთ საიტის სამართავ პანელში, მე უკვე შესული ვარ. გავხსნათ customize the scene, global block, new block და აქ დავაწეროთ player. გავხსნათ ეს player, შემდეგ აქ ჩავსვათ ის სკრიპტი, რომელსაც მე ვიდეოს აუცილებლად მოვაყოლებ. დავასეივოთ. ეხლა დავაჭიროთ site news და აქ ავირჩიოთ module settings. აქ გავხსნათ დამატებითი ველი, უმჯობესია გავხსნათ დამატებითი ველი 4. აი ეს და დავასეივოთ ესეც. შემდეგ გადავიდეთ main page-ზე. Customize the scene. შემდეგ აქ ვიდეოს ლინკში, სადაც ჩასვავთ ლინკს, აი უნდა მივთითოთ რომელი დამატებით ველზე გახსენით. აქ ჩვენ გავხსენით მე-4-ზე და ამიტომ მითითებული აქვს 2-4. ჩვენ რო გაგვეხსნა 3-ზე, აქ იქნებოდა 4-ის მაგივრად 3. ეხლა გადავიდეთ ისე customize the scene, global blocks და აი ეს player-ის კოდი დავაკოპიროთ. შემდეგ ისე main page, customize the scene, page with entry, full text and its comments, visual HTML editor და აქ სადაც გვინდა რომ ვიდეო გაჩნდეს, იქ ჩავსვათ ეს კოდი. დავასეივოთ ესეც. ეხლა შევამოწმოთ. შევიდეთ საიტზე, დავამატოთ სიახლე. აქ აწერია დამატებითი ველი 4, აქ ჩავწეროთ ვიდეოს ლინკი, მაგალითად აი ეს. და მივცეთ დამატება. აი შევამოწმოთ. აი როგორც ჩანს წარმატებით დასრულდა, სულ ეს იყო. თუ რამე ვერ გაიგეთ, შემობრძანეთ საიტზე და დაწერეთ კომენტარების სახით. ნახვამდის.